საინფორმაციო პროგრამა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ რა ბედილის ქვეყნის ეკონომიკას პოლიტიკური კრიზისის ფონზე. რა პროგნოზებს აკეთებენ ეკონომისტები და რამდენად რთული გაზაფხული გველოდება საქართველოს და ქართულ ხალხს. თემაზე ეკონომისტ პაატა კლდიაშვილთან ერთად საუბრობთ. საღამოშვიდობის ბატონო პაატა, მადლობა რომ გვესტუმრეთ სტუდიაში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო პაატა, აუცილებლად უნდა გკითხოთ შექმნილი კრიზისის ფონზე, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, იმ მდგომარეობის ფონზე, რასაც ახლა ადგილი აქვს საქართველოს მხედველობაში ეს პერმანენტული აქციები, პოლიტიკური კრიზისი, რა გავლენას იქონიებს და რა გავლენა იქონია უკვე ჩვენს ეკონომიკაზე. რა მდგომარეობაშია ქართული ეკონომიკა ახლა ამ 70 დღიანი უწყვეტი კრიზისის უკაცრავად აქციების ფონზე. მოდით დავიწყოთ, შეფასება ყველაზე ფართოდ გავრცელებული ეკონომიკური მაჩვენებლებით, მთლიანი შიდა პროდუქტის და ან მარტივად ადამიანური ენაზე რო ვთქვათ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, რომელიც ქვეყანაში გვაქვს დაფიქსირებული, უნდა ვთქვათ ასახათ, რომ საშუალო ეკონომიკური ზრდა, მაგალითად 2024 წელი ახლახან დასრულდა, დაახლოებით 9.9 წინასწარი მონაცემებით, რომელიც შემდეგ დაზუსტება ჰქონდა ქვეყანაში. თუმცა, თუ ჩვენ ბოლო პერიოდს გადავავლებთ, თვას თვის ჭრილში ვნახავთ, მაგალითად დეკემბერში 6.7% ჰქონდა, ანუ საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი, ნოემბერში დაახლოებით 7.9% ეკონომიკური ზრდა. ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური დაძაბულობა, მუდმივი აქციები, მუდმივი პროტესტი, რომელსაც ქვეყანაში ადგილი აქვს, საბოლოო ჯამში ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად ნამდვილად არ აისახება. ტენდენცია, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებისა არ არის, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ დადებითია, კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა არ შეიძლება რომ საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, ანუ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საიმედო აქედან გამომდინარე ვერ იქნება. მოდით, სანამ 25 წლის პროგნოზე ბუნებრივია საიმედო ვერ იქნება, სხვადასხვა სცენარი შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ, მაგრამ პირველ რიგში უნდა განვიხილოთ ისევ 2024 წლის სიტუაცია, რა გქონდა ქვეყანაში, რა მივიღეთ. მოდი მარტივ ენაზე რო ვთქვათ, რა განაპირობებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ანუ მათ შორის ეკონომიკურ ზრდას. რამდენიმე ძალიან, ასე ვთქვათ, ერთი შეხედი ძალიან მარტივი ფაქტორი არის, რაც განაპირობებს. პირველი ეს უნდა ვთქვათ, აუცილებლად ექსპორტის, წმინდა ექსპორტის მაჩვენებლები, ანუ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი და პირიქით ქვეყანაში შემოდანილი პროდუქციის იმპორტი. ჩვენ ცხადია, რომ ვართ იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა, გაცილებით მეც შემოვიდა Twitter-ზე გავიტანთ და სამწუხარო არის ის, რომ წმინდა ექსპორტი, ანუ მათ შორის სხვაობა, ანუ სავაჭრო ბალანსი კიდევ უფრო უარყოფითი ხდება, დისბალანსი კიდევ უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ 24 წელში ჩვენ ექსპორტის დაგვიფიქსირდა 23 წელთან შედარებით, გაცილებით სწრაფად იზრდებოდა იმპორტი და შესაბამისად დისბალანსი აქ სახეზე გვაქვს. შესაბამისად ექსპორტის მაჩვენებლების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე ბუნებრივია დადებითი ვერ იქნება. მეორე არის უცხოური ინვესტიციები. ამ მიმართულებითაც შემიძლია ვთქვათ, რომ ძალიან არასახარბიელია, თუ ვთქვა ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს 2024 წელში, მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებს აქ ჯერ არ გამოუქვეყნებია ოფიციალური მაჩვენებლები, მაგრამ პირველი 9 ანუ პირველი 3 კვარტლის მაჩვენებლები დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული 23 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. თავისუფლად 23 წელიც 22 წელთან დაახლოებით 15%-იანი კლებით აღინიშნა. ეხლა მოდი პირდაპირ ვთქვათ, რა იწვევს ინვესტიციების ნაკლებობას. ცხადია, იწვევს პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს ჩვენ. ჩვენი ინვესტიციების ძირითადი წყარო იყო ბუნებრივია დასავლეთი ევროპის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ცივილური სამყარო, საიდანაც მოდის ცივილური ინვესტიციები, განვითარებაზე ორიენტირებული ინვესტიციები, ინტელექტზე, ცოდნაზე, მაღალ ტექნოლოგიურ ვთქვათ, პროცესებზე დაფუძნებული ინვესტიციები, სამწუხაროდ ამ ინვესტიციებში გვაქვს მნიშვნელოვანი კლება, როგორც უკვე თქვი 9 თვის განმავლობაში დაახლოებით 40%-იანი ვარდნა და ისედაც ახლა სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც ეს არის რას მაჩვენებლებსაც მე მომყავს აქ ეს ოფიციალური სტატისტიკის მაჩვენებლებია, რომელიც საქსტატს აქვს გამოქვეყნებული, მაგრამ ისედაც ჩვენ გარშემო რომ მიმოვიხედოთ, გვახსენდება სადმე ახალი ინვესტიცია განხორციელებული უცხოური, სამწუხაროდ ესეთი არ გვახსენდება, იმიტომ რომ მსგავს რამეს ადგილი არ ქონია. ჩვენ მოვისმინეთ ბოლო პერიოდში ხელისუფლების განცხადებები არაბული ინვესტიციების განხორციელებაზე.
ეს მინდოდა მეკითხა, რამდენად რეალური შეიძლება იყოს 6 მილიარდიანი ინვესტიცია? სწორედ ამ საკითხს მინდოდა შევხებოდი. ჩვენ მოვისმენთ ამ სწორედ არაბული ინვესტიციების 6 მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ თბილისსა და ბათუმში. ცოტა უფრო ადრე ასევე აღჟღერდა ინფორმაცია აჭარის რეგიონში ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ 460 მილიონ დოლარზე იყო იქ საუბარი, მაგრამ არც ერთ კონკრეტულად თუ არსებობს ან გეგმა არც ერთ ამ ინვესტიციასთან მიმართებაში კონკრეტულად რა ვადაში მოხდება ინვესტიციის განხორციელება, რამდენი ადამიანის დასაქმებას გამოიწვევს, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი. რა იქნება ეს ინვესტიცია ჩადებული? ეს ზოგადი განცხადებები, რომ იქ რაღაცა დეველოპერულ ბიზნესში იქნება, იქ რაღაცა ენერგეტიკაში იქნება, მაგრამ ჩვენ კონკრეტულად სად განხორციელდება ის ენერგეტიკული ობიექტები, მე მაგალითად სიმართლე გითხრათ ვერ ვნახე. აი არაბულ ინვესტიციასთან მიმართებაში ლოკაციები თითქოს თბილისისა და ბათუმისა იქნა დასახელებული, მაგრამ რა ვადაში მოხდება ინვესტიციის განხორციელება? კონკრეტული გეგმა თუ არ იქნება და მოდი პირდაპირ ვთქვა, თუ არ დავინახეთ დაწყებული პროცესი, მხოლოდ განცხადებები ბუნებრივია ეკონომიკურ ზრდას ვერ გამოიწვევს. ხა არ შემიძლია რა ვნიშნო, რომ აი ინვესტიციებთან მიმართებაში, ასე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, სამწუხაროდ მოლოდინი გვაქვს მხოლოდ აღმოსავლური ჩინური ინვესტიციების, არაბული ინვესტიციების. ბუნებრივია ყველა ინვესტიციას მივესალმებით, მაგრამ ანუ დასავლეთთან და ამერიკიდან არ უნდა ვიოცნებოთ ამ ეტაპზე სამწუხაროდ აღარ შეგვიძლია დასავლურ ინვესტიციებზე, მაშინ როცა ჩვენ სრულ კონფრონტაციაში ვართ, ჩვენ მეგულისხმობ ამ შემთხვევაში ქვეყნის ხელისუფლებას თუ არა და არა ბუნებრივია ჩვენ რიგით ადამიანებს სრულ კონფრონტაციაში ვართ დასავლეთთან, იქნება ეს ევროკავშირის ქვეყნები, ზოგადად ევროპული ქვეყნები თუ ამერიკის შეერთებული შტატები, პრაქტიკულად მათგან ინვესტიციების შემოდინებაზე, ასე ვთქვათ, საუბარი ამ ეტაპზე სამწუხაროდ ზედმეტია. ბატონო, აი ხა რაც თქვენ ისაუბრეთ ამ მდგომარეობიდან, ამ ვითარებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ალბათ ჩვენი მაყურებლის და ქართველი ადამიანის შეკითხვას დაგისვამთ და გავახმოვანებ. ინფლაციას უნდა ველოდოთ თუ არა, თუ უნდა ველოდოთ, როდის შეიძლება ეს პროცესი და რა ვადით, რა დროიდან დაიწყოს? კი ბატონო, აუცილებლად მინდა შევეხო ინფლაციასაც. უბრალოდ კიდევ ერთ საკითხზე მინდა, ასე ვთქვათ, გავაკეთო აქცენტი აი ინვესტიციებთან მიმართებაში და ამოუწყურავ ინვესტიციების თემას. აი გარდა იმ გარემოსა, საინვესტიციო გარემოსა, გარდა პოლიტიკური სიტუაციისა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი არის ინვესტიციების ასე ვთქვათ, ცივილური ინვესტიციების შემოდინების ხელშეწყობისათვის, აი სასამართლო გარემო, რომელიც ბიზნეს სასამართლო, მე ზოგადად სასამართლო შეფასებელად ვერ გამოვდგები ბუნებრივია, მაგრამ ბიზნეს დავები სასამართლოებში წლები, 10 წლეულები ყოფილა რომ გაწეილა, 10 წელზე მეტი კონკრეტული საქმეები შემიძლია გითხრათ, რომელიც 10 წელზე ერთი ბიზნესი მეორე ბიზნესს დავა რო აქვს, აი რაღაცა ბიზნეს საკითხებზე არანაირ პოლიტიკასთან ეს კავშირში არ არის. ყოფილა შემთხვევაში 5 წელი, 7 წელი, 8 წელი, 10 წელი გაზრდა კონკრეტული საქმეების შემიძლია გითხრათ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ბიზნესისათვის, ინვესტორებისათვის. ცხადია, მათ სწრაფად უნდათ გადაწყვეტილებების მიღება, სწრაფად უნდათ ბუნებრივია ობიექტური სამართლის გადაწყვეტილებების მიღება და ეს სისტემა აბსოლუტურად არახელშემწყობი არის ბიზნეს გარემოსათვის. ეხლა თქვენი ამისვამთ ალბათ კითხვას, რომ რა იწვევს ეკონომიკურ ზრდას, აი 9%-იან ზრდას თუნდაც, ან დეკემბერში 6.7%-იან ცოტაში კლებად მაჩვენებს, რამ გამოიწვიეს მაჩვენებელი, ხო? ევროპის ბევრ ქვეყანას გაუსწარით, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია. მოდი გაუსწარით თუ არა, ეს რაში გამოიხატება, ამაზეც ვისაუბროთ უგნებავთ, მაგრამ ხა კითხვა არის მთავარი, თუ არა ინვესტიციები, თუ არა წმინდა ექსპორტი, ანუ ექსპორტ-იმპორტის ურთიერთმოქმედება, რა იწვევს ეკონომიკურ ზრდას? და ბერიგზნეს ადამიანებმა საკუთარ თავზე, საკუთარ ჯიბეზე. აი, ეკონომიკურ ზრდას იწვევს ჩვენ შემთხვევაში ეს ოფიციალურად ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებული მონაცემები გახლავთ, ეკონომიკურ ზრდას იწვევს მოხმარების ზრდა. რამ გამოიწვია თავისუფლი მოხმარების ზრდა? გამოიწვია ორმა ფაქტორმა. პირველი, ეს გახლავთ გზავნილები, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის თვეში ცოტა შემცირდა და ახლავთ 8%-იანი კლება გვაქვს 2024 დეკემბერში 23 დეკემბერთან შედარებით, საერთოდ ზრდის ტენდენციით ხასიათდება და უკაცრავად მათ შორის უპირველეს ყოვლისა დასავლეთის ქვეყნებიდან, აი ყველაზე სავსებით რეალურია და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, გნებავთ ამერიკიდან, გნებავთ ევროპის ქვეყნებიდან აი ამ ფულადი გზავნილების წარმოება. ყველაზე მსხვილი დონორი ამ კუთხით, გზავნილების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატები, მაგალითად იგივე დეკემბრის მონაცემებით, მას მოყვება იტალია, საბერძნეთი, რუსეთი, ან ძირითადად ევროპის ქვეყნები და ახლავთ ნახევარზე მეტი გზავნილებისა მოდის სწორედ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებზე და
ბუნებრივია ეს გზავნილები გამოწვეულია იმით, რომ ძალიან ბევრი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების ემიგრირებული არიან ამ ქვეყნებში, მაგრამ ხა თუ ჩვენ ამ ქვეყნებთან იმ დონეზე გავაფუჭებთ ჩვენს ურთიერთობას, რომ მაგალითად საფრთხე დაემუქრება ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს, საფრთხე დაემუქრება ჩვენს ემიგრანტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მით უმეტეს რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა მოგეხსენებათ ემიგრაციასთან და ემიგრანტებთან მიმართებაში, პირდაპირ დეპორტაციაზე არის უკვე საუბარი. ღმერთმა არ ქნას ეს პროცესები, ასე ვთქვათ, უარყოფითად შეეხოს ჩვენ მოქალაქეებს, მე გულისხმობ ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მეორეს მხრივ ევროპაში ვიზა ლიბერალიზაციის პრობლემები, თუ შეგვექმნა ჩვენ და ეს არაფრით ჩემის აზრით, როგორც ერთი ეკონომისტის აზრით, ჩვენმა ხელისუფლებამ არაფრით არ უნდა დაუშვას. არაფრით არ უნდა დაუშვას ის, რომ ევროკავშირმა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებს გადახედოს და შეგვიწყვიტოს ეს პროგრამა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები იქნება. ხა, კიდევ ერთი ფაქტორი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც მინდა, ასე ვთქვათ, ყურადღება გავამახვილოთ, აი მოხმარების დასთან მიმართებაში, რა გვაძლევს საშუალებას, რომ მოხმარება იყოს გაზრდილი ქვეყანაში. ისევ ალბათ გზავნილები. გზავნილების გარდა, ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი მსხვილი ფაქტორი, ასევე არის საბიუჯეტო ხარჯები. საბიუჯეტო ხარჯები, საბიუჯეტო ორგანიზაციებში, საბიუჯეტო რესურსებით, ასე ვთქვათ, გამოყენებით დასაქმებული ადამიანები ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულების ხელფასების ზრდა. ორგანიზაციებში დასაქმებული პერსონალის რაოდენობის და ხელფასების და მხოლოდ 2023 წელს 12500 ადამიანი დასაქმდა დამატებით საბიუჯეტო სექტორში. ქვეყანაში საბიუჯეტო სექტორში 2024 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებულა სამწუხაროდ ოფიციალური მონაცემები და არ შემიძლია მოგაწოდოთ 2023 წელს მხოლოდ 12500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა საბიუჯეტო სექტორში. ისტორიული მაქსიმუმზე არის 10 წლიანი ისტორიული მაქსიმუმზე არის ეგრეთ წოდებული შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება, რომელიც საქონელი და მომსახურების მუხლიდან გადის საბიუჯეტო კლასიფიკაციით და ერთი შეხედვით ხელფასებსაც არ ზრდის. ბატონო პატა, შეიძლება ძალიან არაკომპეტენტური ვარ მე ამ საკითხში, რასაც ეკონომიკა ქვია და შესაძლოა ვერ დავსვა კვალიფიციური შეკითხვა ეკონომიკური კუთხით, მაგრამ მე მაინტერესებს 2025 წლის განმავლობაში, როცა ჩვენ სახელმწიფოში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული საბიუჯეტო ორგანიზაციაში, იმის რესურსი მაინც თუ გვაქვს, რომ ეს ადამიანები მაინც იყვნენ ამ არეული და არასტაბილური გარემოში ხელფასებით უზრუნველყოფილი. ამის რესურსი მაინც გვაგვაჩნია. პირდაპირ ვთქვათ, საბედნიეროდ ამ ეტაპზე ეს საფრთხე უახლოეს თვეებში ბუნებრივი არ ჩანს, თუმცა თუ ჩვენ არ ვიზრუნეთ წინა ორი ფაქტორზე, მაგალითად ექსპორტის დაზე, თუ ჩვენ არ ვიზრუნეთ უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე, აი ეს კიდე მეორე საკითხია, თქვენის ნებართვით ამაზე შევეხებით, ამაზეც ვისაუბრებ. აი ბუნებრივია საბიუჯეტო რესურსი ამოუწურავი ვერ იქნება და ჩვენი ეკონომიკა ამოუწურავი ვერ იქნება ბიუჯეტის საბიუჯეტო გადასახდელების კუთხით, მით უმეტეს რომ ჩვენ ყოველწლიურად 10%-იანის დაანონსებული ხელისუფლება საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ადამიანებისა ხელფასებს გულისხმობს ამ შემთხვევაში და ბუნებრივია ეს მას თუ ეკონომიკური ზრდა არ მიყვა, უბრალოდ ბიუჯეტს ძალიან გაუჭირდება აღებული ვალდებულებების შესრულება. მე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით ქვეყანაში დასაქმებულთა 25% საბიუჯეტო სექტორში, ყოველ მეოთხე საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული. აი ამ ქვეყანაში დასაქმებულების რაოდენობაში მათ შორის იგულისხმება თქვენმა მაყურებელმა იცოდეს თვით დასაქმებულები, ანუ ეგრეთ წოდებული სოფლად ცხოვრები ადამიანები, რომლებიც უბრალოდ მეურნეობას ეწევიან იქ და ითვლებიან თვით დასაქმებულებად. აი მათ შორის ისინი ითვალისწინებიან და ყოველ მეოთხე საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული და ეს რესურსი, რომელიც მათზე იხარჯება, ბუნებრივია საკმაოდ დიდია. ეს იწვევს მოხმარების დასს, მაგრამ მოხმარების და არ შეიძლება რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს საფუძველი ეკონომიკური სტაბილური ეკონომიკური თუნდაც ხელფასების გარდა ვახსენოთ პენსიები. კი ბატონო, ვახსენოთ პენსიებიც და პენსიების გადახდის ტვირთით ჩვენი ბიუჯეტისათვის ცოტა არ არის, მით უმეტეს მოგეხსენებათ რომ მიმდინარე წელს კიდევ ზრდა მოხდა, მაგრამ ნახეთ მეორეს მხრივ მოდი გადავუვლოთ თვალი რა მდგომარეობა გვაქვს ჩვენს ამ კუთხით, პენსიების მოცულობის კუთხით ჩვენს რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პენსია არის რეგიონში. დაახლოებით აი დოლარებში რომ გამოვსახოთ და ადვილი შესაძალისი იყოს თქვენი მაყურებლებისათვის, ჩვენთან საშუალო პენსიას აბაზისო, პენსია სპეციალურ პენსიებს არ გულისხმობ, დაახლოებით $125 არის. $125 არის ცოტა კიდე უფრო მეტიც დაახლოებით სომხეთში.
სომხეთში, რომელსაც ორი ომი ჰქონდა უახლოეს წლებში სამწუხაროდ, დაძაბული აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია პრაქტიკულად გარშემო მეზობლების უმეტესობასთან, მე ვგულისხმობ ბუნებრივი აზერბაიჯანს, არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ისტორიული სომხეთსა თურქეთთან, საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში არის არჩიდა სიტუაცია, მაინც და მაინც დალხინებული არ აქვს ეკონომიკურ სიტუაციას გულისხმობ და დაახლოებით ისეთივე პენსია აქვს, როგორც აქვს სომხეთს. გაცილებით მაღალი, მაგალითად, აზერბაიჯანს $291 აქვს დაახლოებით, რუსეთს $238 აქვს, მაგალითად, საშუალოდ ვიძახი საბაზისო პენსიას, იგივე $290-ზე მეტი აქვს პენსია თურქეთს, მაგალითად. აი, ამ კუთხითაც ჩვენ ვიძახით, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ჩვენ როცა ამას უკვე სოციალურ პაკეტში გადავსახავთ არც თუ ისე, ასე ვთქვათ, თქვენი დასვლა მინიმალური ხელფასი რატო არა ისახება ეს ეკონომიკური და რატომ ვერ გძნობთ ითეული ჩვენთაგანი? აი, აქ არის ეს ყველაფერი, რომ აი, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პენსია გვაქვს. ნამდვილად სასაცილო ალბათ არა, უფრო სატირალი, იმიტომ რომ დღეს გამოქვეყნდა მონაცემები მასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებსა და ვთქვათ საქართველოს, აზერბაიჯანი, სომხეთი მინიმალური ხელფასების რაოდენობა სად როგორი ნიშნულით განისაზღვრებოდა და ალბათ სატირალია ის ფაქტი, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა იქაც ევროებში იყო გაკეთებული ეს შედარებები, განისაზღვრა 6.7 ევროთ. ხო, რაც შეეხება მინიმალური ხელფასის, ეს ვთქვათ, ოფიციალურად დაწესებული ზღვარი ჩვენ თქვენ მოგეხსენებათ ჩვენ ქვეყანაში. წლები არ შეცვლა. არა გვაქვს, რაც შეეხება საშუალო ხელფასებს, საშუალო ხელფასები ქვეყანაში საშუალო რეგიონებთან შედარებით ბევრად ცუდ მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ საშუალო ხელფასის მოცულობა ძირითადად განპირობებული არის საბიუჯეტო სექტორში საკმაოდ მაღალი ხელფასებით, რომელსაც სადაც საშუალო ხელფასმა მნიშვნელოვნად გაასწრო კერძო სექტორში მედიანურ ხელფასს. მე არ გულისხმობ საშუალო ხელფასს, არის ეკონომისტებში დავა, რომელიც უფრო სწორად ასახავს. საშუალო მედიანური ასახავს იმას, თუ აი რა აქვს ყველაზე მეტ ადამიანს ხელფასი, ძალიან ასეთ ადამიანურ მარტივ გასაგებინაზე რო ვთქვა და ამ შემთხვევაში ნაკლებად ითვალისწინება ის ვიღაცა ერთს, რომ რაღაცა განსაკუთრებულად მაღალი ხელფასი აქვს. ბატონო პატარ, თუ შეგიძლიათ გითხრათ, ეს ინვესტიციები რაც შემოდიოდა დასავლეთიდან, ამერიკიდან, გნებავთ ის დახმარებები, იაფისესხები, რომლითაც საქართველოს წლების მანძილზე სარგებლობდა და რომელსაც სამწუხაროდ უკვე ვეღარ ავიღებთ, აღარავინ გადმოგცემს და შეწყდება. აი ამ ყველაფრის ფონზე რით შეიძლება საქართველოს მთავრობამ, ალბათ ყველაზე მეც ალბათ ისინი ფიქრობენ ახლა ამ გართულებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, არც მათ და არც არავის არ უნდა ეს უსახსრობით და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. რას ფიქრობენ თქვენ, როგორ ფიქრობთ, რა გათვლებს აკეთებენ, რით შეიძლება მოხდეს ჩაანაცვლონ ის უზარმაზარი თანხები, რაც შემოდიოდა ევროპული ქვეყნებიდან საქართველოში? რომელი ქვეყნებიდან შეიძლება რომ ერთი სამწუხარო ფაქტი აღნიშნეთ თქვენ, სამწუხარო ნამდვილად იმდენად რამდენადაც გარდა ინვესტიციებისა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არაერთი რესურსი შემოდიოდა ქვეყანაში. დიდი ნაწილი გრანტის სახით, შეღავათიანი სესხის სახით, ფინანსდებოდა არაერთი პროგრამა, მათ შორის სოციალური პროგრამები, მათ შორის ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები, უამრავი სოფლის მეურნეობის პროგრამები. უნდა გაგაწყვეტინოთ, გზას რა ეშველება ქუთაისსა და თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას, რომელიც ასევე თანადაფინანსებით კეთდებოდა. შეწყდება ეს პროექტი, მე იმედი მაქვს, შეწყდება ეს ამდენად შემცნობილი აზიის განვითარების ბანკიდან აღებული სესხით კეთდება ეს და აზიის განვითარების ბანკი მიუხედავად იმისა, რომ იქ დასავლური დონორებიც არიან, ბუნებრივია, ასე ვთქვათ, ასე ცალსახა გადაწყვეტილება მათი მხრიდან გამიჭირდება ამის ცალსახად დადასტურება, რომ არ ემუქრება თუ ემუქრება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათი მხრიდან ჯერ ასეთი ცალსახა განცხადებები ამასთან მიმართებაში არ გვინახია. ჩვენ ბუნებრივად ვეყდნობით იმ განცხადებების ანალიზს, რომელსაც ესა თუ ის ქვეყნები აკეთებენ თუ ქვეყანათა ჯგუფი, მაგალითად ევროკავშირს გულისხმობ, თუ მისი ევროპის ცალკეული ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირში არ შემავალი ქვეყნები, საქართველოსთან მიმართებაში, ახლა მაგალითად სულ 2 დღის წინ ნორვეგიის განცხადება ვნახეთ, ალბათ თქვენც ნახეთ, რომელსაც პრაქტიკულად შეწყვიტა ყველანაირი რესურსის შემოდინება საქართველოში. ამას დავემთხვა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომელიც USAID-ის
ეხებოდა და მინდა გითხრათ, რომ აი უტრირებული ინფორმაციები ძალიან ბევრს ნახავთ სხვადასხვა წყაროდან ქვეყანაში, რომ აი რევოლუციის მოწყობას ხმარდებოდა USAID-ის თანხები. ახლა მე გამჭირდება USAID-ის თანხებზე სრულყოფილი საუბარი, მაგრამ მე ვიცი არაერთი პროგრამა, რომელთაც USAID-ის თანხები გამოიყენებოდა სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად, ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად, არაერთი ჯანმრთელობის პროგრამის, არაერთი განათლების პროგრამის, არაერთი სოციალური პროგრამის ჩვენი მოქალაქეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების მხარდასაჭერად და ეს ასევე მნიშვნელოვანი რესურსი სამწუხაროდ დააკლდება ქვეყანას ამ კუთხით ისევე როგორც ევროკავშირის შესაბამის ქვეყნებიდან ასევე შემიძლია ჩამოგითვალოთ არაერთი პროგრამა, რომელიც სოციალური ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის კარგი მმართველობის და პრინციპების დამკვიდრების და კონკრეტულ დარგობრივ, კონკრეტულ ვიწრო სფეროებში, ასე ვთქვათ, ევროპული სტანდარტების დანერგვისათვის გაიწეოდა ქვეყანაში. ეს შეიძლება იყოს აი ჩვენ ახლა სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, მათ შორის სტატისტიკის მიმართულებით ევროპული სტანდარტების, ევროპული სტატისტიკის წარმოების კუთხით და არაერთ სხვა სფეროში, რომელსაც ევროკავშირიდან მათ შორის ასოცირებში თანხების ფარგლებში არაერთი რესურსი შემოდიოდა და ჩვენ წარმოვიდგენთ ისე რომ რაღაცა მართლაც რაღაცა რევოლუციის მოსაწყობად მე ბუნებრივია ხა არ შემიძლია რაღაც სურათი მათზე, მაგრამ ვიცი უამრავი პროგრამა, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების ყოფა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ემსახურებოდა და მათი შეცდომა რა ჩაანაცვლებს ამ თანხებს? როგორ ფიქრობთ? ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ეხლა შესაძლოა ეს ყველაფერი ჩანაცვლდეს ჩინური კაპიტალით, ჩინური სესხებით, ჩინური ინვესტიციებით. კი ბატონო, ერთადერთი ვისაც შეიძლება ჩანაცვლდეს, ბუნებრივია ხა ამის გარანტიას ვერავინ ვერ იძლევა, მით უმეტეს ჩემგან არასერიოზული იქნება მას საუბარი. ერთადერთი შესაძლებელი არის არაბული ინვესტიციები, რომელზეც ხა იყო კიდევაც საუბარი და ჩინური ესა. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჩინეთს დღეს აქვს საკმარისი კაპიტალი იმისათვის, რომ ინვესტირება საქართველოში განახორციელოს, თუ ეს მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მას ვთქვათ მიმართულება გახლავთ. და შეიძლება ვიბარაუდოთ, დიახ, მათ შორის ანაკლიის სპორტი, შეიძლება ვიბარაუდოთ, რომ ჩინეთს ამ რეგიონში თავისი გეოპოლიტიკური სტრატეგიული ინტერესები, მათ შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და ასე შემდეგ გააჩნდეს და გარკვეული, ასე ვთქვათ, ინვესტირება ამ ასე ვთქვათ, გავლენის მოსაპოვებლად პირდაპირ ვთქვათ, მათ შეიძლება საქართველოში გააკეთოს კიდევაც. ეს არ უნდა გამოვრიცხოთ ნამდვილად, მაგრამ ჩვენ რა სიტუაციაში აღმოჩნდებით? ჩვენ სასახად ვიცით, რომ ჩინური სტრატეგია და ჩინეთის ვთქვათ პოლიტიკა სტრატეგიულად მიუღებელი არის ჩვენი მთავარი პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატებისათვის და განსაკუთრებით მკაცრი არის ახალი ადმინისტრაცია ამ მიმართულებით. თქვენ არაერთი განცხადება ალბათ მოისმინეთ, თქვენმა მაყურებელმა ცხადია, მათ შორის ახალი პრეზიდენტისა, ამერიკის შეერთებული შტატებისა, სახელმწიფო დეპარტამენტისა თუ სხვა მაღალჩინოსებისა, რომლებიც ანუ ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა რაიმე ვთქვათ კაპიტალი შემოდინება ჩინეთიდან, მაგრამ თუ ეს იქნება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვკარგავთ საბოლოოდ ურთიერთობებს ამერიკასთან. ბუნებრივია, ასე ვთქვათ, ჩინეთის მაღალი დოზით შემოყვანა ქვეყანაში მათი ინვესტირება და ასე შემდეგ ბუნებრივია არ არის თავსებადი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობისა და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობასთან. ერთიც უნდა ცალსახად აღვნიშნოთ, ბუნებრივია არავის არც ერთი წამოვალობის ინვესტიციის წინააღმდეგი არ უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩინური ინვესტიციებისათვის დამახასიათებელი მთავარი ფაქტორი რა არის? ჩინური ინვესტიციები ყოველთვის არის მიბმული ჩინეთის ხელისუფლებასთან. განსხვავებით მაგალითად დასავლური ინვესტიციების შემთხვევაში იქ დამოკიდებულების ხარისხი არც კი შეიძლება შეადარო ხელისუფლებას დამოუკიდებლობის ხარისხი და ბიზნესის დამოუკიდებლობის ხარისხი არც კი შეიძლება რომ ჩინეთში შეადარო. ჩინეთში პრაქტიკულად ასე ვთქვათ, ყველა მსხვილი კომპანია მიუხედავად იმისა, რომ იქ დიდი რაოდენობა კომპანიების არის სახელმწიფო საკუთრებაში, თუნდაც კერძო საკუთრებაში ყოფი კომპანიებში ძალიან დიდი გავლენა არის სახელმწიფოსი და მაღალია თუნდაც ასე ვთქვათ, კერძო კომპანიების დამოუკიდებლობის ხარისხი სახელმწიფო პოლიტიკას და ზოგადად ქვეყნის ხელისუფლებაზე. პრაქტიკულად მასთან შეთანხმების გარეშე რომ იტყვი არაფერი წყდება, მათ შორის კერძო სექტორის შემთხვევაშიც კი მსხვილ, ასე ვთქვათ, მსხვილ ინვესტირებას და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენთან მსხვილი ინვესტირება განხორციელდება ჩინური საინვესტიციო წყაროებიდან, ეს ყოველთვის იქნება ჩინეთის, ასე ვთქვათ,
მთავრობის პოლიტიკის გამტარებელი, რომელიც სტრატეგიულად არ არის შესაბამისი ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი მთავარი პარტნიორების, დასავლური ქვეყნების ინტერესებთან და ბუნებრივია ჩვენ ამ შემთხვევაში უკვე ის რომ მოლოდინი რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვთქვათ გადაუტვირთავ დავალაგებთ ურთიერთობას, რომელი ადმინისტრაციაც არ უნდა იყოს ეს მით უმეტეს ამ ადმინისტრაციის პირობებში ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორი გაზაფხული გველოდება? ძალიან ძნელია, ასე ვთქვათ, კონკრეტული ასე ვთქვათ პროგნოზირება გაკეთდეს, მაგრამ პირობითად ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რამდენიმე ტიპის პროგნოზი. ერთი არის შეიძლება მას უწოდოთ საბაზისო პროგნოზი, ან ჩვენ რა სიტუაციაც გვაქვს, თუ ეს სიტუაცია შენარჩუნდება ქვეყანაში, შეიძლება ვთქვათ შედარებით უკეთესი პროგნოზი, ოპტიმისტური პროგნოზი გავაკეთოთ და შედარებით კიდევ უარესი პროგნოზი. რა გვაქვს მოდი დღეს და შესაბამისად შევაფასოთ ერთად ის თუ რა გვექნება ხვალ თუ არსებული სიტუაცია ქვეყანაში იქნა შენარჩუნებული. ჩვენ გვაქვს დღეს ის რომ საშუალო 2.72-დან ლარის გასვით კურს გულისხმობს, რომელიც 2024 წელს და საშუალო დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ყევები იყო, არაერთი ინტერვენცია დაჭირდა ეროვნულ ბანკს, მაშინ მათ შორის უპრეცედენტო ინტერვენციები, მაგალითად 600 მილიონზე მეტი, 627 თუ არ ვცდები, $1 მილიონ ინტერვენცია ოქტომბრის თვეში მხოლოდ და საერთო ჯამში მილიარდზე მეტი ინვესტიცია აი განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ ქვეყანამ ყოისო დაახლოებით 2.72-ზე საშუალო კურსი შეინარჩუნა. დღეს კურსი გვაქვს 2.88. ანუ დაახლოებით 15%-იანი, ასე ვთქვათ, 15 თეთრიანი, 15-16 თეთრიანი ვარდნა კურსისა. ჩვენ თუ აღნიშნული კურსი მაინც შევინარჩუნეთ და მისი შემდგომი გაუარესება არ გვექნა, უნდა ვთქვათ, რომ ვთქვათ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ განახევრებული გვექნება იმისა, რაც ჩვენ გასულ წელს ჰქონდა და ის ეკონომიკური ზრდა რამდენად აისახა თითოეულ ჩვენთანაზე თქვენი ვთქვათ მაყურებლების გადმოსახედიდან ძალიან კარგად აღწერეთ ეს ყველაფერი, რამდენად ასე ვთქვათ რამდენად ასე ვთქვათ თითოეული ადამიანი გზნობდა იმ ეკონომიკურ ზრდას იმ ზომის ქვეყანაში და იმ ზომის ეკონომიკის ქვეყანაში როგორც ჩვენ ვართ ორნიშნ ეკონომიკური ზრდა თითქმის არ იგრძნობა სამწუხაროდ თითოეული ადამიანის ასე ვთქვათ ყოფა ცხოვრებაზე იმდენად ასე ვთქვათ ცირია ეს ჩვენთვის მაგრამ თუ შენარჩუნდება ასე ვთქვათ ის ვთქვათ ლარის კურსი თუ შენარჩუნდება ინფლაციის ის დონე რომელიც დღეს ქვეყანაში შენარჩუნდება პოლიტიკური დაძაბულობის ის ხარისხი რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს ალბათ უნდა ვივარაუდოთ რომ მაქსიმალურად ჩვენი ეკონომიკური ზრდა შეიძლება 5%-ამდე იყოს ახლა რა ფაქტორები გვაქვს აქ ჩვენ შარშან ერთი ლარის კურსის ასე თუ ისე სტაბილურობამ და მეორეს მხრივ სოფლიო ბაზარი ჩვენ წეხრაც აღვნიშნეთ რომ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ სოფლიო ბაზარზე რესურსების ფასების კლების ტენდენცია რომელიც 2024 წელს დაფიქსირდა უზრუნველყო ისო ჩვენთან ინფლაცია აქ თუ ისე მაღალი არ იყო ცალკეულ პროდუქტებზე ბუნებრივია ფასები გაიზარდა იყო მერყევი მაგრამ საერთო ჯამში ატანადი იყო ეს ყველაფერი. წელს როცა პოლიტიკური დაძაბულობა სოფლიოში მათ შორის ამერიკასა და ევროპის, თუნდაც ევროპის ქვეყნებს, ამერიკასა და ჩინეთს შორის და ასე შემდეგ, თუნდაც ამერიკასა და მეზობელ ქვეყნებს შორის უკვე იზრდება რესურსების ფასების და არის პროგნოზირებადი, მოსალოდნელი არის. შესაბამისად რესურსების იმპორტირებული პროდუქტის ზრდა ადგილზე იმპორტიორი ქვეყნიდან და პლუს ჩვენი ლარის კურსის გაუარესება სახარბიელო შედეგის მომტანი სავარაუდოდ ვერ იქნება. ეხლა ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ აუცილებლად ის თუ რა იქნება ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში. პირდაპირ ვთქვათ, რა არის ოპტიმისტური სცენარი? ამაიმედებელი რაიმე არის? ოპტიმისტური სცენარი შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში დაძაბულობა მოიხსნება. თუ აი ეს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პრობლემები, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაში გვაქვს, შენარჩუნდება და ამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება სამწუხაროდ ახალი არჩევნების შემთხვევაში ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება ეკონომიკაზე? იცით რა არის, როცა პოლიტიკური კრიზისი გვაქვს ქვეყანაში, როგორც წესი, ცივილიზებული ქვეყნები ასეთ შემთხვევაში არჩევნებს ატარებენ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი უნდა მოგვარდეს. ხო, თუ ჩვენ რამე სხვა მოგვარების გზა გვაქვს, მოგვარების ოღონდ არა ის, რომ ყველა დავიჭიროთ და ციხეშავსვათ. მოვაგვაროთ ცივილური ფორმით ეს პოლიტიკური კრიზისი, მაშინ კი ბატონო, თორე სხვა გამოსავალს სიმართლე გითხრათ, პრაქტიკა არ იცნობს, ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკა არ იცნობს, თორსა ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, ამის განმუხტვის, ვთქვათ, ერთ-ერთი უკანასკნელი, მაგრამ ესეთი როგორც წესი უალტერნატივო საშუალება თუ სხვა მანამდე სხვა ვარიანტი არ იქნა
გამოძებნილი არის საბოლოო ჯამში ახალი არჩევნები. თუ პოლიტიკური ვთქვათ, სიტუაცია ქვეყანაში არ დასტაბილურდება, უკეთეს სცენარის იმედი სამწუხაროდ არ უნდა გქონდეს და ისეთ შემთხვევაში თუ კი პოლიტიკური ვთქვათ, პროცესი კიდევ უფრო დაძაბული შეიქნა, კიდევ უფრო ვთქვათ, გაიზარდა ტემპერატურა ამ კუთხით ქვეყანაში, მაშინ ბუნებრივია პესიმისტურ სცენარზე გადავდივართ უკვე, სადაც კიდევ უფრო ვთქვათ, გაუარესდება ლარის კურსი, კიდევ უფრო მაღალი გვექნება ინფლაცია და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ამას ის ფაქტორებიც დაემატა, ასე ჩვენ სავარაუდოდ ზადრო დაჭირდება ამ ყველაფერს, ყველაზე უარესი სცენარი რომ განვიხილოთ. დღეს ჩვენ შემთხვევაში ეკონომიკის პროგნოზირება წარმოუდგენელი არის სამწუხაროდ პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურების გარეშე. მე გამიჭირდება პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურების პროგნოზირება, ამ მიმართულებით მაინც და მაინც კვალიფიციური ნამდვილად არ გახლავართ. ჩვენ დღეს ვართ სიტუაციაში, როცა პრაქტიკულად თითქმის სრულად ვართ დამოკიდებული პოლიტიკურ სიტუაციაზე ქვეყანაში. სასწრაფოდ, როგორც ერთი მოქალაქე და როგორც ეკონომისტი, შემიძლია ვთქვათ, რომ სასწრაფოდ არის გადასადგმელი ნაბიჯები იმისკენ, რომ პოლიტიკურ სტაბილურობა ქვეყანაში იქნეს უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, სამართლიანობის საფუძველზე და ვთქვათ, პოლიტიკურ სიწყნარში არ გულისხმობ იმას, რომ ყველა პროტესტანტი დავიჭიროთ და ციხეში ჩასვათ. ბუნებრივია, ეს არასერიოზული, არაცივილური მიდგომა უნებრივია მხედველობაში არ არის. პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური მეთოდებით უნდა იქნეს გადაწყვეტილი. მათ შორის არ ვიცი, შეიძლება ამას პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ, მათ შორის შეიძლება იყოს ახალი არჩევნები და ამას არაერთი ქვეყნის მაგალითი მოწმობს, რომ როცა პოლიტიკური კრიზისი ხმაგრად ვერ გვარდება, არის ხოლმე ეს. თუმცა ეს ალბათ უფრო მაინც პოლიტიკოსების შესაძლებელი თემა გახლავთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პაატა. მადლობა რომ არ მოგატყუილოთ, ძალიან დამაიმედებელი ნამდვილად არა გვაქვს არც თქვენს მიერ განხილული ვთქვათ, საკითხი და არც მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და ამას ადამიანები თავიანთ თვალით უყურებენ და საკუთარ ჯიბეზე გრძნობენ, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით. მადლობა, რომ იყავით ჩვენ დღევანდელი სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ დღევანდელი სტუმარი გახდათ ეკონომისტი პაატა კოდიაშვილი. მადლობა, რომ გვიყურეთ. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ნახვამდის.